სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა მარხვა იწურება ერთ კვირაში ბზობის დღესასწაულია შემდეგ ვნების შვიდეული იწყება ქრისტეს ტკივილების გახსენება მაგრამ რა შევძელით ჩვენ ამ მარხვის პერიოდში შევძელით კი ის თავარი გვესწავლა ამ თავარის განცდა ქონოდა რომელსაც სიყვარული ქვია სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა ჩვენ ხო ვიცით რომ იმ დიდი საიდუმლოების განცდის სწავლის გათავისების გარეშე რომელსაც სიყვარული ქვია ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებას ვერ შევძლებთ მივიახლოთ ქრისტიანულ საიდუმლოებებს ვერ გვექნება განცდა სიხარულისა აღდგომის სიხარულს გულისხმობ და მანამდე ვერ გვექნება განცდა ტკივილისა ქრისტეს ტკივილებს გულისხმობ ვერ გვექნება განცდა იმ სიხარულისა და იმ ტკივილისა რომელიც ჩვენ მოყვას აქვს და ვერც საკუთარი ტკივილისა და ვერც საკუთარი სიხარულის განცდა გვექნება იმიტომ რომ ასე დროს როცა არასწორად ცხოვრობთ ჩვენ საკუთარ თავთან ერთობაც არ აქვს არათუ ღმერთთან არათუ მოყვასთან არამედ საკუთარ თავთან ერთობაც არ აქვს საკუთარ თავთან ერთობა არ აქვს მე ამაში გულისხმობ არა ჩვენ კუჭს არა ჩვენს ქვენაგრძნობებს არა ჩვენს ფუფუნებისადმი მიდრეკილებას არა ფიზიოლოგიურ პირუტყულ ცხოვრებას არამედ ადამიანურ ცხოვრებას ანუ ღვთის ხატის შესაბამისად ცხოვრებას ღვთის მსგავსის შესაბამისად ცხოვრებას დღეს ხსენება ღირსის ადელისა ჩვენი სამარიამ ეგვიპტელისა ვინც არ იცნობს მის ცხოვრებას ეს ხომ ერთი პრობლემაა როგორ შეიძლება არ ვიცნობდეთ მეტნაკლებად მაინც თუ ვინ არის ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელი ხოლო ვინც ვიცით თუ რა გმირული ცხოვრება ჰქონდა მას როგორი ღვაწლი მაშინ კითხვა უნდა დაუსვათ საკუთარ თავს რა შეიძლება მე აქედან ვისწავლო რა შეიძლება გადავიღო როგორ შეიძლება მე ეს დამეხმაროს და საერთოდ რა უნდა მასწავლოს ამ ჩამოიფარე ბავშვებს რა უნდა მასწავლოს მე ასეთი მოღვაწის ცხოვრება პასუხი ძალიან მარტივია ერთ სიტყვიანი რა უნდა მასწავლოს და სიყვარული ღმერთისა რომელიც ვერ ისწავლება ადამიანისადმი სიყვარულის გარეშე თუ რა თქმა უნდა განდეგილები არა ვარ და უდაბნოში არა ვარ ღირსი მარიამი და ასევე ადამიანური ცხოვრება ადამიანისადმი სიყვარული ვერ ისწავლება ღმერთის სიყვარულისაკენ სწრაფად ჩვენ ვცდილობთ რომ ხარისხიანი ქრისტიანული ცხოვრება გქონდეს ჩვენ ვცდილობთ რომ რასაც ვაკეთებთ გულიანად ვაკეთოთ გულიანად ვილოცოთ გულიანი ქრისტიანები ვიყოთ საერთოდ ამას ვცდილობთ მაგრამ ნაკლებად გამოგდის და ამის მიზეზი კიდევ და კიდევ არის ის რომ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ჩვენი ცხოვრების საზღვრს და მიზანს ჩვენ მაინც სახელად ქრისტიანები უფრო ვართ ვიდრე საქმით იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში არის პერიოდები
თუნდაც წამები იყოს, როცა ჩვენ ღმერთი არ გვახსოვს. ჩვენ ცხოვრებაში არის წამები, როცა ჩვენ გვავიწყდება, რომ ღმერთის შვილნი ვართ. ჩვენ ცხოვრებაში არის წამები, როდესაც ჩვენ ისევ ცხოვრობთ თითქოს ღმერთის საერთოდ არ იყოს და არ არსებობდეს. ანუ ჩვენ ცხოვრებაში არის წამები, როცა ჩვენ ათეისტები ვართ. ჩვენ ეს სიტყვა ძალიან არ მოგწონს. მაგრამ ეს რასაც ათეიზმი იტევს ეს სიტყვა თითოეულ ადამიანში. ჩვენ ხო ვიცით როგორ გვებრძვის ეჭვები, გონებრივი. ხანდახან გულისმიერი, რაც გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე გონებისმიერი. ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრების წესი ხანდახან ისეთია, თითქოს ღმერთი არ იყოს და არ არსებობდეს. ჩვენ როცა ვცოდავთ, როცა ვრისხანებთ, როცა ჩვენ საკუთარ თავში ვაძლევთ უფლებას, ვნებებს, იბობოქროს. როდესაც ჩვენ მოყვასთან ურთიერთობაში მთავარს ვერ ვხედავთ. როცა ჩვენ ამ მთავარს საკუთარ თავშიც ვერ ვხედავთ, მაშინ ჩვენ ხომ ათეისტები ვართ. მადლობა ღმერთს, რომ ეს ძალიან დიდხანს შეიძლება არ გრძელდება. იცოდა ხანი გრძელდება და მალევე მთავრდება, მაგრამ შემდეგ ახალი ტალღა და ახალი ეტაპი იწყება ჩვენში უღმერთობის. არადა თუ ეს არ დამთავრდა ერთხელ და სამუდამოდ, როგორ უნდა განვიცადო მე ქრისტეს კივილები. თუ ეს არ დამთავრდა ერთხელ და სამუდამოდ, როგორ უნდა შევხვდე მე აღდგომის სიხარულს. ჩვენ ხშირად ვებრძვით საკუთარ თავში არსებულ ვნებებს. ვიცით, წაგვიკითხავს, მოგვისმენია. და შემდეგ მომდივარ და ახსარებებში ვამბობთ, რომ შევცოდეთ და ჩამოვთვლით კიდევაც ხოლმე ცოდვებს. ხშირად ეს ძალიან მექანიკურ ხასიათს იღებს, იმდენად მექანიკურს, რომ ამაზრზენიც კი არის კაცმა რო თქვას. გულისმიერი არ არის, ზედაპირულია, წიგნის ენით ლაპარაკობთ ხოლმე. და არა გულიდან. მაგრამ ჩვენ ძალიან იშვიათად გვითხოვს ახსარებაში, კითხვა დაგვისვავს საკუთარი თავისადმი, ან მოძღვრისადმი, ან როგორც ცოდვა ისე მოგვიტანია, რომ ზოგადად კი ვებრძვი მე ჩემში არსებულ ცოდვებს, მაგრამ ერთი კითხვა, რომელიც ყველაფერს მოიცავს, ერთი კითხვა აუცილებლად უნდა დაისვას ხოლმე, როგორ დაავძლიოთ ჩვენში უსიყვარულობა. უსიყვარულობა ადამიანისადმი და უსიყვარულობა ღვთისადმი. რომელიც ესე გამჯდარია თითოეულ ჩვენთაგანში. საერთოდ იმისათვის რომ უსიყვარულობა დაიძლიოს, მესმის რომ საკუთარ თავში ცოდვა უნდა დამარცხდეს. იმიტომ რომ ცოდვა დგას ჩვენსა და სიყვარულს შორის. ცოდვა რომ დაიძლიოს, ამისათვის არსებობს სჯული, რომელიც გვიგრძალავს, სჯული გრძალავს, ამკრძალავია. ეს არ გააკეთო, ამგვარად არ მოიქცე, ისი არ გაიხედო, ასე არ თქვა და ასე შემდეგ. როგორ უნდა გვეძინოს, როგორ უნდა გვეღვიძოს, როგორ უნდა ვჭამდეთ. ერთმანეთს არა რა თქმა უნდა, საჭმელს. ანუ სჯული ერთგვარი ლაგამი აღვერია, რომელიც ჩვენში პირუტყვს, გახელებულ პირუტყვს ამშვიდებს, დრგუნავს. ასევე ჩვენში დემონურ მიდრეკილებებს. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ქრისტიანობა ხას უსვავს, რომ სჯულის პერიოდი დამთავრდა და დაიწყო ახალი აღთქმის, ანუ სიყვარულის პერიოდი ადამიანთა კაცობრიობის ცხოვრებაში. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხო ისიც ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმის პერიოდში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმის მოქალაქენი ვართ ჩვენ ქრისტიანები, როგორ გვჭირდება ხოლმე სჯული? რატომ გვჭირდება ჩვენ სჯული? რატომ გვჭირდება ის საეკლესიო კანონები, რომელიც არსებობს ახალი აღთქმის ეკლესიაში? როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვიმარხულოთ, როგორ ვილოცოთ, როგორ მოვექცეთ მოყვას, რა ცოდვები არსებობს, თუნდაც ეს 800 სიკვდილე ცოდვა, რა არის ამ 800 სიკვდილე ცოდვის საწინააღმდეგო სათნოებანი? ჩვენ ვიცით კაცი ტიპიკონი როგორ არის მონასტრებში. მეტნაკლებად ვცდილობთ, რომ გარკვეული ტიპიკონი იყოს საერო მრევლში, საერო ტაძრებში. რატომ ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმის მოქალაქენი ვარ, ჩვენ მაინც გვჭირდება სჯული?
ჩვენ ხომ ერთხელ მოვინათლეთ რა მაშინ უკან არავინ არ დგას რომ ის ხმაური გაჩერდეს ერთხელ მოვინათლეთ რა ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენზე წაკითხული იქნა კვეთებულის ლოცვა თითოეულ ჩვენთაგანზე ნათელღებულზე კვეთებულის ლოცვაა წაკითხული როდესაც ეკლესია თავისი მადლმოსილებით ჩვენგან განაგდებს ბოროტ სულს რომელიც ჩვენს გულშია დამკვიდრებული ამის შემდგომ ჩვენ დავდეთ აღთქმა თუ პატარები ვიყავით ეს უნდა გვახსოვდეს დღეს და გნებავთ ყოველთვის არ მიმეორებთ ამ აღთქმას და გაიმეორებთ ეს აღთქმა თქვენ თავს გაახსენეთ ეს აღთქმა რომ ჩვენ შეუდგებით ქრისტეს რომ უკვე შეუდექით ქრისტეს რომ გვწამს იგი ვითარცა მეუფე ანუ ჩვენი ცხოვრების გამგებელი და ვითარცა ღმერთი სამყაროს შემოქმედი და ჩვენი შემოქმედი რომ მანამდე განვაგდებთ ეშმაკს და მის ბოროტ საქმეებს და შევნერწყოთ მას ამის შემდეგ ჩვენ ათელ ვიღებთ ჩვენ დავიბადენით მეორედ ჩვენ ქრისტეს შვილები გავხდით ქრისტეს შვილები გავხდით უფალი გვეფერება მეგობარს გვიწოდებს მეგობრებს გვიწოდებს შვილებს გვიწოდებს ჩვენ სულზე და ხორცზე ზრუნავს ვაშავებთ ყველაზე საშნელ დანაშაულს ჩავდივართ მას ვკლავთ თვითონ მას ვკლავთ და ზეციურ მამას ჩვენთვის ევედრება მიუტევე მამაო არიციან ესენი მათ არიციან რა საკეთებენ არ დაისაჯონ იმიტომ რომ მათ ხო ვიცით კანონის დარღვევა რა საშნელ განსაცდელს მოაწევს ეს კანონი ფიზიკური იქნება თუ სულიერი ორივე ფიზიკურიცა და სულიერიც ამ ქვეყნიურის და მარადიული კანონებიც ღვთისაგან შექმნილია და მათი დარღვევა ადამიანზე განსაცდელს მოაწევს და ჩვენ ჩავდინეთ ყველაზე ჩვენ დავარღვიეთ ყველაზე უწმინდესი კანონი თავად ღმერთი შეურაცხავი და ღმერთი მოვკალი ჩვენ ჩავდინეთ ყველაზე საშინელი დანაშაული ისი ჩადენას ადამიანს შეუძლია საერთოდ რომელიც გაცილებით უარესია ვიდრე თვითკვლელობა და ვიდრე რა ვიცი დედამიწის აფეთქება გნებავთ ყველაფერს ყველაზე საშინელება ჩავიდინეთ ანუ თავად ადამიანთა მოსული ღმერთი მოვკალი და აი ყველაზე საშინელი დანაშაულის ჩადენისას სანამ მოკვდება თავისი ადამიანური ბაგეებით ტკივილებით გათანგული თითქმის აგონიაში მყოფი ებედრება ზეციურ მამას მიუტევე მამაო მათ არიციან რა საკეთებენ ნუ მოვა მათზე სასჯელი და არ მოვიდა მათზე სასჯელი 70 წლის განმავლობაში ამ ერზე არ მოვიდა 70 წლის განმავლობაში სასჯელი ეგები შეენანათ და როცა არ შეინანეს მოვიდა ის ამოქმედდა ის კანონი ცივი კანონი როცა კანონს უგულებელს ყოფ და ისჯები როცა ფიზიკურ კანონს უგულებელს ყოფ ისჯები ასევე სულიერ კანონს უგულებელს ყოფ ისჯები არა ღმერთის მიერ არამედ ამ კანონ დარღვევისა გამო ამოქმედდა და ღმერთი სასწაულებრივად აჩერებს ამ კანონის ზემოქმედებას კანონის დარღვევის ცივ ზემოქმედებას ცივი ამ კანონის უგულებელს ყოფის და დარღვევის ცივ შედეგს კაც შედეგს გადაწევს ღმერთი სასწაულებრივად 70 წლის განმავლობაში ეს დაახლოებით იცით რას გავდა კაცი რომ სათამჯენიდან გადმოვიდეს ეს თუ რა დაიმტრეს მაგრამ რომ არ დაიმტრება ღმერთი რო ჩაერევა სასწაულებრივად ადამიანი თავს იკლავს და ღვთის მადლით არ მოკვდება და გადარჩება ღმერთი ჩაერია და იმიტომ აი აქაც ამ შემთხვევაში ესე მოხდა ჩვენ მოვკალით ღმერთი მაშინ კონკრეტულად ადამიანმა მოკლეს ღმერთი და ღმერთი ჩაერია და გადაწია ეს სასჯელი ეგება შეენანათ მაგრამ ისინი კვლავ აგრძელებდნენ 70 წლის განმავლობაში ქრისტეს კვლელობას რა გაგებით იმ გაგებით რომ შემდეგ ვინც ქრისტიანი იყო მათ დევნიდნენ და მათ კლავდნენ მოციქულთა მემკვიდრებს მათ გულისხმობ და შედეგად მიიღეს ის რაც მიიღეს მაგრამ გავიდა 70 წელი და ჩვენ არ შევწყვიტეთ ქრისტეს კვლელობა ჩვენ ვაგრძელებთ გლობალური მასშტაბით თუ საკუთარ სულში და ჩვენს პატარ-პატარა ურთიერთობებში კვლავ ვაგრძელებთ ქრისტეს კვლელობას და აქედან გამომდინარე
ღმერთი გვიფრთხილდება, მაგრამ ეს კანონი ხანდახან მოქმედებს. მაშინ როცა ღმერთი სასწაულებრივად, როგორც მამა, არ ჩაერევა, მაშინ ეს მოქმედებს. თუ ჩაერია სასწაულებრივად, მაშინ შეაჩერებს ხოლმე კანონის მოქმედებას. აი, როდის ჩაერევა და როდის არ ჩაერევა, ეს უფალმა უწყის. და რისთვის ჩაერევა და რისთვის არ ჩაერევა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალი ახლის მოქალაქენი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევნერწყეთ ეშმაკს და მის საქმეებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარეთ ქრისტიან ჩვენს მეუფეთ, ანუ ცხოვრების გამგებლად და ჩვენს ღმერთად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას აღთქმით, სიტყვით, პირობის მიცემით შეუდექით, ანუ გავყევით. მიუხედავად იმისა, ამ ყველაფრის მერე, აღთქმის მერე მოვინათლენი და ქრისტემ გვიშვილა და ადამიანის შვილნი ქრისტეს შვილებად ვიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქრისტემ უამრავი ნიჭი მოგცა მირონცხების სახით, რომ ეს ნიჭები აღორძინდეს ჩვენში და ის თავარი რა ჩვენ მოგვეცა ქრისტეს შვილობა მტკიცე საფუძველზე და საძირკველზე იდგეს ღვთაებრივი ნიჭების. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღევანდელ ქრისტიანებს მოგცა 2000 წლოვანი გამოცდილება და სკოლა სულიერი ცხოვრების. ყველაფრის და მიუხედავად ჩვენ მაინც გვჭირდება ხოლმე ჯული. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენ თავზია და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის თანამონაწილე უნდა ვიყოთ. ჩვენ ამ ყველაფრის თანამონაწილე არა ვართ და ვერ ვართ. აღთქმა დაგვიდია და თითქოს არ დაგვიდია. ფიცი მიგვიცია და პირობა და თითქოს არ მიგვიცია. ქრისტეს შვილები ვარ და თითქოს არა ვარ, სულიწმინდის ნიჭები მიგვიღია და თითქოს არ მიგვიღია. ეკლესიურები ვარ და თითქოს არა ვართ ეკლესიურები, საიდუმლოებებს მივიახლებით და თითქოს არ მივიახლებით. აღსარებაში მოვდივარ და ვნანობთ და არ ვნანობთ. ხოლო მოვდივართ აქ ბაგებს ხსნით, ქრისტეს ხორცსა და სისხლს ვიღებთ, მაგრამ ღმერთს არ ვეზიარებ. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ჯული. ამიტომ გვჭირდება მიუხედავად იმისა, რომ ჯული გაუქმებულია, მიუხედავად ამისა, ეს ჯულის ქვეშ ვიმყოფებით. ამიტომაც ვიმყოფებით რა ჯულის ქვეშ. უნდა ვიყოთ რა თავისუფალი, მაგრამ ვართ ვითარცა მონები, რომლებიც ვარღვევთ ჯულს და კანონს. და არა როგორც შვილნი თავისუფალი, არამედ როგორც მონანი კანონის დამრღვევი ვისჯებით ხოლმე ჩვენს მიერ დარღვეული კანონებისა გამო. და ამაზე კიდე უბედურება ის არის, რომ ჩვენ ცხოვრობთ ესა და გონია, რომ ეს არისო ქრისტიანობა. ეს არ გამოსწორდება მანამ, სანამ თითოეულ ჩვენთაგანში არ გაიღვიძებს ქრისტიანი. თითოეულ ჩვენთაგანში არ გამოთავისუფლდება ჩვენი ვნებების დაწოლისაგან სული ქრისტესი, რომელიც თუ არა გვაქვს ქრისტესნი არა ვართ, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ადამიანი თვითონ, ადამიანი რომელსაც აი ამგვარი განცდები და სიყვარული არა აქვს ღვთისადმი და ადამიანისადმი. თვით მოციქულის რომ იყოს, აგერ დღეს სახარებაში ამოვიკითხეთ იოანესა და იაკობის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვა სახარებაში ამოვიკითხეთ. უფალი თავის ტკივილებზე საუბრობს, მომკლავენო მეო, ამბობს, მომკლავენო მეო, საშნელი ტანჯვა, წამებით, სიკვდილი. თან იმდროინდელი საზოგადოებრივი ელიტა ღვთელმთავარნიო ხას უსვავს, მომკლავენო. ამოუდგებიან, გვერდჩდეუნებიან, ერთი სათხოვარი გვაქვს და შეგვისრულებ. რა სათხოვარი? შენ რომ დიდებით მოხვალ და უფრო რომ გამეფთები და ანუ მათ ხო არასწორი წარმოდგენა ქონათ მესიაზე, რაც დღესაც აქვთ იუდეველებს. რომ დაждები შენ დიდების საყდაზე, ერთი მარჯვენით დაგიждები და მეორე მარცხენით. მომკლავენო ეუბნება. და ისინი თავის დიდებაზე ფიქრობენ და ვინ? იოანე და იაკობი, რომლებიც ისე ახლოს იყვნენ უფალთან, რომ ხელთუქმნელი ნათლის ხილვა თაბორის თაზე შეძლეს. და იოანე, რომელიც სიყვარულის მოციქულად იწოდე. იმიტომ რომ სულიწმინდის მადლი არ ქონდა მას ჯერ მიღებული.
იმიტომ რომ ის ქრისტეს მეგობარი იყო თითქოს, მაგრამ შვილი მისი არ იყო, რომელიც შემდგომში გახდა, როდესაც მან სულიწმინდის მადლის მიერ სულთმოფენობისას ნათელი იყო. შემდეგ უფალი ხას უსვამს, რომ შეგიძლიათ რომ ის სასმელი შესვათ, რომელიც მე უნდა შევსვა. და მათი საოცარი პასუხი შეგვიძლია, მაგრამ არ იციან რას ამბობენ. ანუ უფლის პასუხი, რომ თქვენ არ იცით რას ითხოვთ, უფლის პასუხი, რომ ჩემგან არ არის მოსაცემი, წინასწარ გამზადებული, რა გაგებით, რომ წინასწარ გამზადებულია. ამით უთხრა, რომ ეს თქვენზეაო დამოკიდებული. იმიტომ რომ მე ყველა სიხარულით მოგცემთ ყველაფერს, ღმერთი ვარ, მაგრამ თქვენ როგორ შეგიძლია იტვირთოთ, თქვენ როგორ შეგიძლია მიიღოთ, გაითავისოთ. თქვენ თითოეულმა თქვენთაგანმა როგორი არის და როგორი იქნება თქვენი არჩევანი, ხვალ ზეგ და მაზეგ, როცა განსასწრების წინაშე დადგებით. და წინასწარ გამზადებული იცით რას ნიშნავს? მე როგორც ღმერთმა ეს რა თქმა უნდა ვიცი. და რა თქმა უნდა მე უფალი ეუბნება დიახაც შესვავთ იმ სასმელს, რომელსაც მე შევსვავთ, ანუ იოანე გულმხურვალე მოყვარული უფლისა და იაკობი მოციქულებს შორის პირველი კვდება ქრისტეს სიყვარულისათვის. დიახ, თქვენ შესვავთ, მაგრამ თქვენ ჯერ არ იცით და არც იცით რას ითხოვთ. მაგრამ მე როგორც ღმერთმა ვიცი, ამიტომ ამბობ წინასწარ გამზადებულია. თქვენი არჩევანისა გამო, თქვენი არჩევანი მაქვს განჭვრეტილი, მე როგორც ღმერთმა ვიცი ეს. მაგრამ თქვენ ახლა ადამიანურად ლაპარაკობთ, ჩემი ტკივილები არ გედარდებათ. თქვენსას ითხოვთ, ამიტომ არ იცით რას ითხოვთ. უცებ გაგვახსენდა ძველი აღთქმის მამამთავარი აბრაამი და აბრაამის განსაცვიფრებელი რწმენა. მასაც არ ქონდა მიღებული სულიწმინდის მადლი, ისევე როგორც იოანეს არ ქონდა. მას არც მის შვილს ისააკს ქონდა. და აი რა განსაცვიფრებელი რწმენა აქვს ძველი აღთქმის მამამთავრებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინიც არ არიან ნათლღებული, ანუ ის მათ გულშიც არ არის დამკვიდრებული ძეღმთისას მადლი და ისინიც არ არიან ჯერ ახალი აღთქმის მოქალაქენი, მაგრამ და მათში ძალიან მკვიდრობს ძველი აღთქმის ადამიანი და მათში ბობოქრობს, შეიძლება ასე ითქვას და დომინირებს კიდევაც ხშირ შემთხვევაში, როცა მათ ცხოვრებას ვკითხულობთ, მაგრამ რა უცნაური და ჩვენთვის გაუგებარი ერთგულება და სიყვარული აქვს ღმერთისადმი, რომელსაც ვერ ხედავენ განსხვავებით მოციქულების. არათუ საკუთარ თავს შვილსაც კი იმეტებს. ისააკი საკუთარ თავს იმეტებს. იაკობი მთელ ცხოვრებას იმეტებს, ოღონ უფალს უერთგულოს. რა განსაცვიფრებელი სიყვარული გამოავლინა დღეს სახარებაში აღწერილმა ცოდვილმა დედაკაცმა. რა განსაცვიფრებელი სიყვარული გამოავლინა. როგორ ტირის საკუთარ თავზე და როგორ შეიყვარა მაცხოვარი. როგორ დაიმდაბლა თავი, როგორც ქარნანელმა დედაკაცმა. ჭეშმარიტად, სიყვარული ეს ფენომენია, რომელიც როგორც მადლი სულისაწმინდისა სად იქნება და როგორ აღმოჩნდება ვერავინ იტყვის. ერთი ცოდვილია და მეორე თითქოს მართალი. ერთი ავაზაკია ჯვარზე, კვდება უფლის გვერდზე და უფალს როგორ აღიარებს, საოცრებაა ეს და როგორ ნანობს და მეორე მოციქულია და საკუთარ კარიერაზე ფიქრობს. ანუ სად ვლინდება სიყვარული, სად გამოვლინდება უпростоრად სიყვარული და სად არ გამოვლინდება, ამის წინასწარ გაგება აღთქმა შეუძლებელი. ეს ისიც რას ნიშნავს? აი ჩვენ აქ ვდგავართ, საკუთარი თავი მართალი გონია, სხვებსგან ვიკითხავთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული, როგორც ნიჭი ღმრთისა, როგორც სულიწმინდის მადლი და ჩვენში არსებული ღვთისმიერი სულიწმინდის მიერი ნიჭი როდის იქნება ჩვენში და როდის არ იქნება. ვიში იქნება და ვიში არ იქნება ჩვენ ეს არ ვიცით და არანაირი გარეგანი არ განაპირობებს იმას, რომ ჩემში ეს ნიჭი აღმოცენდეს და აღორძინდეს. ამის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი, რა თქმა უნდა, დღეს ხსენებული წმინდა მარიამ მეგვიპტელი. რა ჯული ქონდა მარიამ მეგვიპტელს გარეგანი გეკითხებით. როდის იცხოვრა მან ეკლესიური ცხოვრებით გეკითხებით. მაგრამ წმინდა მარიამ მეგვიპტელს რაღაც უცნაური
თვისება შეიძლება ქონდა. მე პავლე მოციქულის გამახსენდა და მინდა პარალელი გავაკეთო. ერთი ქრისტიანებს დევნის და მეორე არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობს. ერთი გამძვინვარებული დევნის ქრისტიანებს. სტეფანე პირველწოდებულის სიკვდილს იწონებს და შემდეგ ნებართვასაც იღებს და სამხედრო ჯარიც მიყვება, რომელს მისი სურვილი აღსრულებული იქნას, რომ ქრისტიანობა მოიძირკოს. ღირსი მარიამ ეგვიპტელი ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს. მისთვის თითქოს თვითმიზნად გადაქცეულა ამგვარი ცხოვრება. მაგრამ ერთიც და მეორეც განსაცვიფრებელი ერთგული შვილები ხდებიან ქრისტეს. რა არის ნეტა მიზეზი? მე არ ვიცი. მაგრამ მე ადამიანურად ვიტყვი. პავლე მოციქული ქრისტიანებს კი დევნიდა, მაგრამ მისი ცხოვრების საზრისი და მიზანი იყო ღვთისადმი ერთგულება, რომელიც მას არასწორად ესმოდა. მას სურდა ღმერთი ყვარებოდა, თუმცა ეს არასწორად ესმოდა. ღირსი მარიამ ეგვიპტელი, რომელიც ღმერთს არ იცნობდა, რომელიც არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდა, ვინიცის ეგების სიყვარულს ეძებდა. ვინიცის ეგების მას სურდა სიყვარული ეპოვა. რომლის სურვილს სურვილსაც უფრო სწორად არასწორ მიმართულებას აძლევდა და ამიტომ ვერ იყო რეალიზებული. ჩვენ ხო ვიცით, რომ ცოდვა საბოლოო ჯამში არის ის, რაც ღმერთს განმაშორებს. რომ ღმერთისკენ არ მივდივარ, როგორც არ უნდა ვცხოვრობდე და პრინციპული მნიშვნელობა კეთილი, ანუ სამოქალაქო თვალსაზრისით, ყოფითი თვალსაზრისით, ზნეობრივი და კეთილი ცხოვრებით ცხოვრობ თუ ცოდვიანი ცხოვრებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. აგერ ავაზაკი ჯვარცმული, რომელიც თელი ცხოვრება ავაზაკობს. აგერ პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანებს დევნის და კლავს, მისი ბრძანებით და რამდენი საპრობილეს ჩავარდა და იგი სტეფანე პირველ მოწამე მოկდინებული იქნა და ყველაფრის ამის მომწონებელი და გარკვეულად ხელი შემწყობი, თუმცა მას პირადად თვითონ არავინ მოუკლავს. მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა ხომ არ აქვს. აგერ ღირსი მარიამ ეგვიპტელი, რომელიც სიძვის ცხოვრებით ცხოვრობს. ნახეთ? და ამ დროს ფარისეველი, წიგნობრები, სადუკეველი, რომელიც სამოქალაქო თვალსაზრისით სწორედ ცხოვრებით ცხოვრობდა. იქ მეზვერე დამავიწყდა კი. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. ჩვენ შორის რა არის მთავარი და რას უნდა მიექცეს ყველაზე მეტი ყურადღება. ხვდებით ალბათ და ხშირად გვითხოვს. როგორ ვერდგულებთ ღმერთს? რა არის თუ არა ღმერთი ჩვენი ცხოვრების საზრისი და მიზანი? და ამ მთავარმა უნდა გაგვერთიოს. ჩვენ როცა დავინახავთ ადამიანს, რომელსაც ღმერთი უყვარს, ის ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა გაგები და სხვანაირად ის ცოტა ვერ იყოს ჩვენი საზომით, რომ გავზობათ, მაინც არ მოგწონდეს. მაგრამ იმის შეფასება, რომ ღმერთი უყვარს თუ არა ადამიანს და ერთგულებს თუ არა ღმერთს, ეს რო შევძლოთ. ჩვენ თავად უნდა ვცდილობდეთ, რომ ღვთისერთგულნი ვიყოთ. მაგრამ რომ ვიყოთ ღვთისერთგულნი, ჩვენ გვინდა არ გვინდა, უნდა გამთავისუფლდეთ სჯულისაგან. გავხდეთ თავისუფალნი, ანუ ქრისტესნი. მარიამ ეგვიპტელი, ჯერ პავლე მოციქული როგორია? აი თავისუფალი. აი პავლე მოციქული შეიძლება ესე ითქვას, რომ თავისუფლების მქადაგებელია ის. ახალი აღთქმის წიგნებში საოცრად საუბრობს პავლე მოციქული თავისუფლებაზე. სულ ყოველთვის აქცენტს აკეთებს, ხაზს უსვავს. გვასწავლის რა არის თავისუფლება. და მას პრობლემები ქონდა თვით მოციქულებთან ურთიერთობაში, ამ ხრივ რომ მოციქულებს მისი არ ესმოდათ, ვერ იგებდნენ.
საბოლოო ჯამში საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა ბევრი რამ, მაშინდელმა საეკლესიო კრებამ, რომელიც 54 წელს შედგა დაახლოებით პირველი საუკუნის. იმიტომ რომ საეკლესიო კრებამ სულიწმინდის მადლით, როცა ის იმ კრების დადგენილება ამგვარი სიტყვებით არის, ჯერ უჩს სულ საწმინდასა და ჩვენც არო სულიწმინდა თulis რომ ესია და მერე ჩვენც ვეთანხმებით, რა თქმა უნდა. და სულიწმინდის მადლის მიერ დაიწერა ის განჩინება, სადაც თავისუფლება უპირატესი გახდა, ვიდრე ძველი აღთქმის ჯულის შესრულება. მაგრამ მეორეს მხრივ ასევე რა თქმა უნდა ავაზაკი, რომელსაც არაფერი ჯული არ შეუსრულებია, ჯვარზე კვდებოდა და ჯვარზე არს მონათულა, თქვენ წარმოედგინეთ, ანუ ჯვარზე კვდება და მისი სიყვარული ისეთი ძლიერი აღმოჩნდა და ერთგულება უფლისადმი, რომ ახალი აღთქმის მოქალაქე გახდა და ცხონდა. და მარიამ ეგვიპტელი, რომელიც ირწმუნებს და უდაბნოში გადის და რა თქმა უნდა რაჟულზეა საუბარი. რაჟულზეა საერთოდ საუბარი, რა ეკლესიურობაზეა საერთოდ საუბარი. მაგრამ ისეთი გულმხურვალე გახდა საკუთარ დაცემულობასთან ბრძოლაში და ისეთი გულმხურვალე გახდა ღვთის ძიებაში, ჩვენ ხო ვიცით, რომ მიწა ვეღარ იჭერდა მას და ლოცვისას ჰაერში აღიწეოდა. და ძალიან ბევრ ეს უბრალო ერის ადამიანი ყოფილი არასწორი ცხოვრებით მაცხოვრებელი, მე არ ვასახელებ იმ სიტყვას, არაწმინდა ცხოვრებით მაცხოვრებელი, მრავალ სასულიერო პირზე და იერარქზე უფრო ბრძენი იყო, შეუდარებლად ბრძენი და შეუდარებლად დიდი. რის გამო? და მრავალი ჯულის აღსრულებაზე შეუდარებლად დიდი. რის გამო? გულმხურვალე სიყვარულისა გამო, რომლის რეალიზება მან როგორც იქნა მოახდინა, როცა ის უდაბნოში ბოროტს სულებს და საკუთარ თავში ცხოველს ებრძოდა. და ისეთი გმირული სულით, რომლის წარმოდგენა ჩვენ არ შეგვიძლია. და პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც დღეს ამოგვიკითხა მე და ვითნე, რომ ჩვენ მანამდე ჯულის ქვეშ ვიყავითო და ჯული იგი მზარდულ გვექმნა, მზარდული პედაგოგს ნიშნავს, გამზდელი პედაგოგი. ანუ ჯული ჩვენი გამზდელი იყო ქრისტეს მიმართ, რათა სარწმუნოებით განმართლდეთ. აქ საუბრობს იმ ადამიანებზე, რომელიც ძველი აღთქმის პერიოდში ცხოვრობდა. და ეს ჯული ძველი აღთქმის ჯული მათ ზრდიდა იმისათვის, რომ ქრისტე შეეცნოთ და ქრისტეზე ეთქვათ, რომ ეს არის ჩვენი მეუფე, ანუ ჩვენი ცხოვრების გამგებელი და ღმერთი და ჩვენ ეს უკვე ვთქვით და ისევ ძველი აღთქმის ჯულში ცხოვრობთ თითქმის, იმიტომ რომ კანონის მორჩილი და მონანი ვართ, იმიტომ რომ სხვადასხვა არ შეგვიძლია. თუ არა კანონი, გინა ლოცვითი, გინა მარხვისი, გინა ტიპიკონისა და ასე შემდეგ და სხვადასხვა ის აკრძალვები, რომელიც ქრისტიანობაში არსებობს, ცნებების სახით, თუ არა ეს ცნებები, ეს კანონი, ეს განწესებანი, ჩვენ ქრისტეს ვღალატობთ, ეს აუცილებელია ახალი აღთქმის ჯული. აუცილებელია ახალი აღთქმის კანონი, რომელიც არის ჩვენს თავზე, ჩვენს ქედზე დადებული ვითარცა უღელი. აუცილებელია ლოცვითი კანონი, მარხვის კანონი, ტიპიკონი, ყველაფერი ეს აუცილებელია. რა ვწოდოთ, რა გავაკეთოთ, რომ არ ვწოდოთ, როგორ მოვიქცეთ. სწავლა, სათნო ცხოვრებისა, ცოდებთან ბრძოლისა, ვნებებთან ბრძოლის, ეს ყველაფერი აუცილებელია. მაგრამ იმიტომ, კი არა რომ ეს ქრისტიანობა სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დადებული გვაქვს აღთქმა, რომ შეუდექით ქრისტეს, ჩვენ მაინც ძველ ადამიანებად ვჩებით. და სანამ ეს ჩვენში ძველი ადამიანი იცხოვრებს, ჩვენ ყოველთვის უღალატებთ მაცხოვარს და გვჭირდება ეს ლაღამიცა და უღელიც. თორე სინამდვილეში ჩვენ ეს აღარ გვჭირდებოდეს უნდა. და ანუ ჩვენ თუ ქრისტესთან მივალთ ოდესმე, ჩვენ ვიქნებით თავისუფალი, შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლეთ თქვენ უფალი გვასწავლის. ანუ შემიცანთო, მე ვარ ჭეშმარიტებას სხვაგან ამბობს. მე შემიცანით ქრისტე გვეუბნება, ჩემთან იყავით.
და თქვენ ჯული აღარ დაგჭირდება. არაფერი აღარ დაგჭირდება. და ჯული მზარდულ გვექნა ჩვენ ქრისტეს მიმართ, რათა სარწმუნოებით განმართლდეთ. ხოლო მორაიცია სარწმუნოება, და რადგან მოვიდა ჩვენთან უკვე სარწმუნოება, არღარა მზარდულთა ქვეშე ვართ. ჯულის ქვეშ აღარ ვართ უკვე, ჩვენში სარწმუნოებაა და რა არის სარწმუნოება? როგორ განმარტავს უფალი? მე იმას ვწამბარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს. ანუ სიყვარულის ცნებას ახალსა მოგცემთ თქვენ. იყვარებოდეთ ურთიერთას ვითარცა მე თქვენ შეგიყვარეთ, ანუ ერთმანეთი გიყვარდეთო თავგანწირული სიყვარული. გეყვარებათ რა ერთმანეთი და გინახავენ სხვები და მიხვდებიან რომ ჩემი მოწაფეები ხარ. და ერთგულება ქრისტესადმი. ერთგულება ქრისტესადმი. ვინც მე მიხილა, მამა იხილა. და ჩემი სახელით ითხოვეთ რაც გინდათ ყოველივე მოგეცემა. და სადაც მე ვარ მინდა რომ თქვენც იქ იყოთ. ანუ უფლისადმი ერთგულება. აი ეს არის სარწმუნოება. მაგრამ ჩვენ ეს არ აგვაქვს. რამე თუ ანუ ხო, რამე თუ ყოველნი შვილნი ღვთისანი ხართ. ესე იგი აღარ ახართო მზარდულთა ქვეშე, ანუ ჯულის ქვეშე აღარ ახართ. რამე თუ ყოველნი შვილნი ღვთისანი ხართ, თქვენ ქრისტიანები. რითი ხართ ღვთისშვილები? სარწმუნოებითა ქრისტე იესუისით. ქრისტეს სარწმუნოებით ხართ ღვთისშვილები. შვილი ხომ გესმით რას ნიშნავს? რა პრივილეგიით სარგებლობს შვილი? გაცილებით უფრო მეტით ვიდრე მონა და რა თქმა უნდა უფრო მეტითაც თუნდაც ვიდრე მეგობარი. რამე თუ და რატო ხართ შვილი ღვთისანი და რას ნიშნავს სარწმუნოება ქრისტესი? რამე თუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელიღე ქრისტეს შეიმოსე. ქრისტეს შემოსილები ხართო თქვენ პავლე მოციქული გვახსენებს. ქრისტე გვაცვია. ქრისტეა ჩვენ შიგნით. როგორ უნდა უფრთხილდებოდეთ საკუთარ თავს, საკუთარ ენას, საკუთარ თვალს, საკუთარ გრძნობებს, საკუთარ მიდრეკილებებს, რომ უფალი არ შეურაცხოთ, იმიტომ რომ ქრისტე გვაცვია ჩვენ. ქრისტეა ჩვენ შიგნით. და აი ახლა ეს საოცარი სიტყვები, რომელიც არა უბრალოდ ჯულისაგან გვათავისუფლებს, არამედ ყველა იმ გარეგანი პირობითობებისაგან, რომლითაც ადამიანი არსებობს, ყველა, რომლის გარეშეც არც ერთი ადამიანი არ არსებობს. აი ყველაფერ ამისაგან გვათავისუფლებს უფალი და ამას არ მოვიკითხავ. პავლე მოციქული სიტყვებით აი ესე ჩანს ეს თავისუფლება. რადგან ქრისტეს შემოსილები ვართ, ამიტომ არა არს ხურიაება, არცა წარმართება. ანუ პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს. თუ რა ეროვნების ხარ, არა არს ხურიაება და არა არს წარმართება. ჩვენ იცით რომ ხურიები წარმართებს ვერ იტანდნენ და წარმართები ხურიებს ვერ იტანდნენ და არ არისო ღმერთში გარჩევა ამის პავლე მოციქული გვეუბნება. ასევე თითოეულ ჩვენთანგანს ეუბნება. არა აქვს მნიშვნელობა სოციალურ წარმომავლობას, არა არს მონება, არც აზნაურება. აზნაური თავისუფლებას ნიშნავს. არა აქვს მნიშვნელობა მონახარ თუ თავისუფალი. პავლე მოციქული კიდევ უფრო შორს მიდის. არა არც რჩევა მამაკაცისა და არცა დედაკაცისა, არა აქვს მნიშვნელობა კაცი ხარ თუ ქალი ღვთის წინაშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს. ანუ პასუხისგებლობა ქალისა ისეთივე დიდია როგორც კაცისა. და ქმარია ცოლი თავისა, სხვა რამეს ნიშნავს. და არა იმას რომ ღვთის წინაშეა უპირატესი. ესე იგი არა არჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, რამე თუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუის მიერ. ეს საოცარი განსაცვიფრებელი სიტყვები. ესე იგი წარმოიდგინეთ, ის რითაც ადამიანი იბადება, მისი ეროვნულობა, მისი სოციალური მდგომარეობა, მისი სქესი, ამასაც კი არა აქვსო მნიშვნელობა და ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობაში რაღაც აღარ ვანიჭებთ მნიშვნელობას. თავარი ის არის რომ ქრისტესნი ვართო, ჩვენ ქრისტესნი ვართ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ყველაზე მთავარი. და ამ დროს ჩვენ რას ვაქცევთ ხოლმე ერთმანეთში ყურადღებას? რა სასაცილოა, როცა
ჩვენ იმასაც კი არ უნდა მივაქციოთ, ყურადღება კიდევ ჩამოთვლი ის რაც ჩვენ ეროვნულ კუთვნილებას და სოციალურ მდგომარეობას და სქესობრივ კუთვნილებას ეხება, ისიც კი არ არის მნიშვნელოვანი და ჩვენ რას ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას? ქრისტიანო მთავარი პავლე მოციქული გვეუბნება. ხოლო ვინც მთავარს მიაქცევს ყურადღებას, იმას ძალიან დიდებულ სიტყვებს ეუბნება პავლე მოციქული. ხოლო უკვე თუ თქვენ ქრისტესნი ხართ, აბრაამისნი ვიდრემდე შვილნი ხართ. ანუ აბრაამის შვილები ხართ. იმ აბრაამისა, რომელზეც ღმერთი ამბობს, მე ვარო ღმერთი აბრაამის. აბრაამისა შვილნი ხართ და აღთქმისა მისგან მკვიდრნი. სხვა ადგილას ვამბობს უფალი, რომ მრავალი მოვლენო აღმოსავლეთ და დასავლეთის სხვადასხვა მხრიდან და ინახიდგმიდან, ანუ იმ სადღესასწაულო სუფრაზე იქნებიან აბრაამის, ისააკის და იაკობის თანა. აი ამ დიდებულების მკვიდრნი ვართ, თუ ჩვენ ვართ ქრისტესნი. ჩვენი გულმხურვალება სარწმუნოებრივი, ჩვენი სწორი ხედვა, ჩვენში უპირატესობის მინიჭება იმაში თუ რით ხვდებით ჩვენ ქრისტიანები. ცოცხალი ღმერთის განცდა მუდამ ჩვენ სულში და გულში. არასოდეს დავიწყება იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი რა არის. ჩვენი უმტკიცესი პიროვნული არჩევანი. ჩვენი თავისუფლება ქრისტეს მიერ. და აქედან გამომდინარე შვილნი ვართ რა აბრაამისნი. მისი სასუფეველის მკვიდრნი და საბოლოო ჯამში აქ სასუფეველის მკვიდრნი აბრაამთან ერთად და თანამკვიდრ ქრისტესი, როგორც პავლე მოციქული სხვა ადგილას ამბობს. აი ამ დიდებულების მემკვიდრენი ვართ. ხოლო ამისათვის აუცილებელია, რომ უფლის ერთგულნი ვიყოთ და არასოდეს დაგვავიწყდეს ეს. და ეს ყოველივე თუ არის ჩვენ ცხოვრებაში, ამ ყოველივეს განცდა აქვე იწყება. და თუ ამ ყოველივეს განცდა აქვე იწყება, ჩვენ აღარ გვექნება ტვირთი სჯულისა, რომელიც ესე გვამძიმებს სულ ღაფალ ისე გვეზარება ხოლმე ადამიანობაცა და სულიერი ცხოვრებაც. აღარ გვაქვს ამიტომ სიხარული და ტკივილები, რომელიც გარეგან სამყაროშია და განსაცდელები და დგუნავს და ჩვენს ღირსებას ბოლომდე ქელავს. ღმერთმა გვიხსნას ამ უმძიმესი მდგომარეობისაგან და მოგვცეს ეს ძალა და მადლი, რომ მხოლოდ ღმერთი გვიყვარდეს, მხოლოდ ღმერთი გვინდოდეს. ღვთისადიდებლად და ჩვენ სასხოვნებლად და ჩვენი ურთიერთ სიყვარულისათვის. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.